პირველ რიგში რასაკვირველია გამოცდილი ადამიანები, ქალბატონები და ყველა თაობის. ნუ ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, რომ ხანდაზმულები დაგვალამაზონ უფრო ახალგაზრდა ქალბატონებმა და ჩვენ შემადგენლობაში ესეთები არიან. ჩვენ ვიცით, რომ ეს თბილისში გამბრძანეთ, ქადერთა ლაშქარში მიიღეთ მონაწილეობა, აგრეთვე ფერად ძვირფასურთანაც და დიდი გამოსმაურებაც ჰქონდა ამას და ალბათ ჩვენს კი გაიგზავნა და საერთოდ ადგილზე ქალების უკაცრავად ქალების ინიციატივით დაიწყო ეს მე გამგეობა მაშინდელი დროის ხელმძღვანელობამ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა პრესაში იყო ამის შესახებ პირველი ქალებმა დაიღეს ძვირფასი ლითონები 30 გრამამდე უფრო მოგროვდა 60 გრამზე მეტი ვერცხლი იყო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი რაიონის შესაძლებლობისათვის და ჩვენ რაიონში მცხოვრები არა მარტო ქალებისათვის, არამედ საერთოდ ყველასთვის ეს გრამები მე ძალიან ცოტას მიმაჩნია, ძალიან უმცირესად მიმაჩნია და წვლილი კი და ეროვნულ ბანკში ჩაბარდა ოფიციალურად ლუქით, ბეჭდით, ოქმით და ყველას, ვინც კი ძვირფასი ლითონი დადო, ყველას სათანადო დოკუმენტი აქვს ხელზე აღნიშნით ყველაფრით და ეს დადებითი პროცესი იყო, მაგრამ რომ კიდე გაგრძელებული იყო, გაცილებით უკეთესი იყო. ვიმეორებ, აი ეს გრამები, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცოტა ჩვენ რაიონს კიდე უფრო მეტი შეეძლო. მაგრამ სხვადასხვა მძიმე პროცესებმა ალბათ იქონია გავლენა. თქვენ ბრძანეთ, რომ თქვენს საბჭოში არის გაერთიანებული მრავალშვილიანი დედები, მარტო ხელადედები. აქვთ ამათ რამე საფუძვლიანი დახმარება თუ მარტო დაპირებები თითქმის და მორალური მხარდაჭერაც ხო? კი, მათთვის ინსტიტუტსაც არ რჩებიან ისინი ყურადღების გარეშე, მაგრამ აი გულსადგენია რომ ვერაფერს ვერ ვეხმარებით. ახალგაზრდა დედებს, ახლად შექმნილ ოჯახებს ვფიქრობდით, რომ ჩვენი დახმარება სჭირდებოდა და დასჭირდებოდა ახლად შეუღლებულებს. ასევე უშუალოდ ქალთა საბჭოს არ შეუძლია ეხლა ეს თავისი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მაგრამ თუ სამსახურებრივად არის სპეციალური სამსახურები, სადაც ეს აღრიცხვა ხდება, ურიგდება ჰუმანიტარული დახმარება, სოციალურყოფის განყოფილებასთან არის ასეთი სამსახური, ქალბატონი ნინოელბაქიძე ხელმძღვანელობს, წითელი ჯვარი არის ქალბატონი ქეთინო ანდღულაძე, რაიონულ გამგეობაში ქალები, ჩვენი ქალბატონები ისინი ყურადღებით არიან, თუ კი რაიმე შეუძლიათ, მაგრამ მე ვამბობ, რომ ეს ძალიან მცირეა და ეს არის გულსადგენელი დახმარება მათთან არის ძალიან მცირე. ქალბატონები თქვენ მანდილოსანი ბრძანდებით, გაქვთ სამსახურეობრივი დატვირთვა, ოჯახი. ამ რთულ პირობებში როგორ ვითავსებთ ერთმანეთს? ალბათ პრობლემები თქვენ გაქვთ. სამსახურებმა აქვს საზოგადოებრივი დავალება, აგერ რაზეც ვსაუბრობთ ქალთა საბჭოს საქმიანობა. ოჯახი ზოგჯერ მე მომისმენია, რომ ოჯახს უწოდებენ და ოჯახად იწოდებიან ისინი, ვისაც დაუშვათ, მხოლოდ ისინი ზოგს ასე გონია, რომ აი ქმარშვილი თუ ყავს, ესე იგი ოჯახი აქვს. მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, ესე იგი და რატომ გეტყვით, ეხლა ჯერ ერთი ყველა გასათხოვარიც და უთხოვარიც შინაბერაც, ქალიც, კაციც ოჯახიდან არის წარმოშობილი, არა? ჯერ ეს თავის საწყისად ეს ავიღოთ, რომ ნუ ოჯახი ყველას